ტრენინგი რელიგიური ტოლერანტობა და სეკულარიზმი გრძელდება შეხვედრის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები რელიგიური ტოლერანტობის კონცეფციასა და რელიგიის თავისუფლებაზე სემინარს ისმენენ. მონაწილეები ასევე ტოლერანტობის იდეაზე, საკანონმდებლო რეგულაციებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს მსჯელობენ. პროექტი ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება. მიზანი საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლება და გამოცდილების გაზიარებაა. შეხვედრის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. საჯარო მოხელეების დატრენინგება და ცნობიერების ამაღლება რელიგიური საკითხების განსაზღვრასთან და დაბალანსებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი სტიმულის მომცემია თითოეული ჩვენთაგანისათვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ არსებულ სიტუაციაში სახელმწიფოების შეკვრას, მის განვითარებას და იმ ყოფითი პატარა სახის პრობლემების იოლად გადაწყვეტას, რომელიც ჩვენ სინამდვილეში არსებობს. არსებობს სამთავრობო პროგრამა, ადამიანის უფლებათა სტრატეგია, რომელიც მიღებულია პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობის მიერ. ამ ფორმატში სტრატეგიის შესაბამისად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აქვს ვალდებულება მთელი საქართველოს მასშტაბით დაატრენინგოს სამხარეო ადმინისტრაციები, გამგეობების საკრებულოს თანამშრომლები, რომ მინიმუმ ადგილებზე თითო წარმომადგენელი ყავდეს ამ დარგის ასე ვთქვათ დატრენინგული სპეციალისტი, რაც დაეხმარება ამ სფეროში ყველა შესაძლო საკითხის მოგვარებასა და დარეგულირებას. პროექტის მიზანი არის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ტოლერანტობის და სეკულარიზმის იდეის შესახებ. ეს თემა საჭირო გახდა მხოლოდ იმისთვის, რომ საჭირო რომ ქვეყანაში არის მულტიეთნიკური, მულტირელიგიური და მშვიდობიანი თანაცხოვრება. ამ რელიგიურ წარმომადგენლებს საჭირო არის ჩვენ ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისთვის. პროექტი გაგრძელდება შემდეგ წელსაც, მოიცავს ყველა რეგიონს, ყველა მუნიციპალიტეტს.